სალაჰი, ჩემთვის საუკეთესო მწვრთნელი ლუჩიანო სპალეტია. ლივერპულის სეზონის ოფიციალური გახსნისთვის აზიაში ემზადება. არნე სლოტმა 29 კაციანი განაცხადით კიდევ 4 ამხანაგური შეხვედრა უნდა ჩაატაროს, მათ შორის მომდევნო მილანის წინააღმდეგ. ასეთ დროს ჟურნალისტები აქტიურად იყენებენ ფეხბურთელებთან საკომუნიკაციოდ. ლივერპულის ვარსკვლავმა მოჰამედ სალაჰმა თან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც რამდენიმე ძალიან საინტერესო ფაქტი გაგვიმხილა. სალაჰს უმუშავია ისეთ მწვრთნელებთან, როგორებიც არიან მოურინიო, მონტელა, გარსია. თუმცა როდესაც მას საყვარელი მწვრთნელის შესახებ გკითხეს, მან იურგენ კლოპი არ ახსენა, ადამიანი, რომელმაც მისი ლივერპულული კარიერა განსაზღვრა, მის ნაცვლად ეგვიპტემა ფეხბურთელმა, საყვარელ მწვრთნელად ლუჩიანო სპალეტი დაასახელა, რომლის ხელმძღვანელობითაც ის 2016-17 წლებში რომაში თამაშობდა. მაშინ სალაჰმა სერიაში 15 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა გააკეთა. მოჰამედ სალაჰს ეჭვი არ ეპარება თავის საფეხბურთო მემკვიდრეობაში, ან სულ მცირე მან იცის, როგორ იხუმროს ამ თემასთან დაკავშირებით. თან ინტერვიუში ეგვიპტელმა ვინგერმა არ დააყოვნა, როდესაც გკითხეს, თუ ვინ არის ისტორიაში უდიდესი აფრიკელი ფეხბურთელი, მე უპასუხა მან ღიმილით, სანამ უფრო დიპლომატიურად დაამატებდა, ბევრი არიან, მაგრამ მე ვიტყოდი, რომ ჟორჟ ვეა, დიდიე დროგბა და სამუელ ეტოო. ფეხბურთელები, ვისთან ერთად თამაშზეც ოცნებობდა, არიან სტივენ ჯერარდი და ტიერი ანრი.